გამარჯობა ჩემკარგება, როგორ ხართ? იმედია ყველა კარგად ხართ, ჯანმრთელად, ბედნიერად გახარებულები და გამრავლებულები. დიდი მადლობა ყველას გამოწერებისთვის, დიდი მადლობა ლაიქებისთვის, დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ვიაქტიუროთ, ძალიან გთხოვთ. მართალია ვერ განებივრებთ ძალიან ხშირად ვიდეოებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და აუცილებლად ნახულობ კომენტარებს და აუცილებლად ვკითხულობ. არ გეგონოთ, რომ არ ვკითხულობ. თუ შემთხვევით გამომრჩა რომელიმე კომენტარი, ბოდიშს გიხდით, აუცილებლად ბრუნდები ხოლმე ძველ ვიდეოებზეც კი და იქაც ვკითხულობ ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა, ამომიგდებს თუ არ ამომიგდებს კომენტარს. და კიდე პატარა ზარია იქ, ხელის დაჭერა არ დაგავიწყდეთ, რომ ახალ-ახალი ინფორმაციები და ახალ-ახალი გაშლები არ გამოგრჩეთ. ეხლა დღეს მინდა ესეთი გაშლა გავაკეთოთ, დავბრუნდებათ თუ არა სწრაფად ჩვენ მტრებს ბუმერანგი. ვერ გავიგე, ანუ ერთის მოთხოვნა იყო, არა, საერთოდ ორის მოთხოვნა იყო, რომ იყოს ერთ ვარიანტად. დანარჩენების აზრიც მაინტერესებს, თუ შეიძლება, ძალიან გთხოვთ, მომაწოდეთ ინფორმაცია, როგორ უფრო მოგწონთ. ერთ ვარიანტად თუ ორ ვარიანტად. დავბრუნდებათ თუ არა ჩვენ მტრებს ბუმერანგი. დახმარება თუ დაგჭირდებათ, დამირეკეთ. ტარდება ინდივიდუალურად წმენდები. გაშლების გმოგინდებათ ინდივიდუალურად თქვენზე პირადად მორგებული გაშლები. ეს არის საერთო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი. დამეკავშირდით WhatsApp-ზე, +1 ეს არის ქალაქის კოდი 267 888 0699. აბა დავიწყეთ. თქვენი აღწერით ვიწყებ. სავარაუდოდ აქ მაჩვენებს, რომ შვილი უნდა გყავდეთ. და ოჯახი დაკრეული კი. გახდით, როგორ გითხრათ, აი იძულებული გახდით, ანუ ახლობლებისგან, საყვარელი ადამიანებისგან შორს იყოთ, იმიტომ რომ ხართ სავარაუდოდ ემიგრაციაში, შრომა არ გეზარებათ, ყოველთვის არასოდეს არ გეზარებათ, ყოველთვის გიყვარდათ შრომა, ყოველთვის აკეთებდით თქვენ გასაკეთებელ საქმეს. არასოდეს დაუფიქრებათ ნაბიჯს არ გადადგავთ და ყოველთვის წონით და ზომავთ რაღაცებს და ადამიანებსაც ვცდილობთ, რომ გული არ ატკინოთ, სამწუხაროდ თქვენთან ესე არ ხდება, თქვენ დაუფიქრებლად ბევრს უტკენია თქვენთვის გული და ალბათ კიდევ გატკენენ გულს. იცით როგორ სიტუაცია, აი ძალიან კარგი პერიოდი თითქოს კარგად მიდიოდა ოჯახური სიტუაციაც, ყველაფერიც აბსოლუტურად და ერთ დღესაც მე ხის გავარდნასავით იყო, რაღაცა სასწაული რაღაცა მოხდა თქვენს ცხოვრებაში. რა მოხდა? ბარემისით ნახოთ რა მოხდა. მოხდა ის, რომ აი ეს გვირგვინოსანი ადამიანი, მამაკაცებო გადაიტანეთ თქვენ თავზე, გვირგვინოსანი ადამიანი უცბად დაბლა დაეხეთქეთ, რასაც ქვია, ზეცაში ასული პრაქტიკულად ფრთები ვიღაცა მოგაჭრა და დაბლა ჩამოგაგდოთ. აი თავიდან ვერც გაარკვიეთ, ვერც გაიგეთ, ვერც ანუ გაგიჭირდათ ყველაფრის გადახარშვა, ნუ არ შეიძლება ეს აი ფიქრობდით, რომ ეს წარმოუდგენელი არ არსებული არა მოხდა, ანუ ვერ ვიგებ რა მოხდა, აი ესეთი სიტუაცია გქონდათ.
გეტყვით რომ ან ძალიან დიდი ხანი იცხოვრეთ ამ ადამიანთან და ოჯახი იყავით და ხართ ოჯახი, იყავით უბრალოდ ოჯახი, ან კიდევ ოფიციალურად იყავით ქორწინებაში, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული იყო თქვენ შორის, იყო რაღაცა, არ ვიცი, ძალიან დიდი სიყვარული. მაგრამ იმას არ მიჩვენებს წავიდა რა ქნა, რა მოხდა, როგორ არის. ერთი წუთით თუ შეიძლება კიდევ რომ დავხედო. აი თითქოს გამოგაცალის ხელიდან, მაგრამ დაიღუპა. სამწუხაროდ მაგევრის შარება და დაიღუპა. ბედნიერება არ გაცალეს, ასე ვთქვათ. ყოველთვის გყავდათ მოშურნეები, თქვენ სიყვარულს გყავდა მოშურნეები და ქალები მამაკაცებო გადაიტანეთ. ეტანებოდნენ იმიტომ კი არა რომ ვთქვათ უყვარდათ, ანუ კი უყვარდათ კიდევაც მაგას არ გამოურიცხავ, მაგრამ ეტანებოდნენ იმიტომ რომ თქვენ ბედნიერი არ ყოფილიყავით და აქეთ ბევრჯერ შეურაცხყოფა მოუყენებიათ თქვენთვის თითქოს თქვენ იყავით ზედმეტი მის ცხოვრებაში. და ამჟამადაც სხვათა შორის კარგად გესლავენ. ამ სიტუაციის გამოუბრუნდებათ თუ არა ბუმერანგი. არ ვიცი, იგებთ თუ არა თქვენ იმ ადამიანის ცხოვრებას, მაგრამ როგორ აქვს იცით, ესე ხალხის დასანახავად, ჰოპაურა და ტაშფანდური აქვთ გამართული, ვიზეც გაქვთ ეჭვი, ზუსტად იცით თან რაც მოხდა და ვიზეც გაქვთ ეჭვი, ძალიან ტაშფანდურა არის გამართული, მაგრამ ძალიან დიდ ტვირთს ატარებს ეს ადამიანი. ისჯება სამართალი მიდის. სიყვარულში არ უმართლებს, არანაირად არც გაუმართლებს ამას სიყვარულში. სხვა შორის ესეც ემიგრაციაში არის, ძალიან დიდი ბოდიში გამეცინა რაღაც. აი თქვენ ხო გაიძულათ რომ ეს ყველაფერი დაგაკარგვინათ, გაიძულათ ემიგრაციაში წასულიყავით და აი ესე იგი თავი ჩაგეკლათ, რასაც ქვია და თვითონაც არ არის ნაკლებ დღეში, თვითონაც იმ დღეში არის მოტყუებული რჩება, ყავდა ერთი, ყავდა მეორე, ყავდა მესამე, სიყვარულს ვერ ღირსა, ადამიანის სიყვარულს ვერც ეღირსება, ვერასოდეს ვერ აღირსება. ბუმერანგი ბრუნდება. იგებთ თქვენ რაღაცა ინფორმაციებს იგებთ, მაგრამ ეს აქტიურად შეიძლება ვერ იგებთ, მაგრამ იგებთ რაღაცა ინფორმაციებს, რომ რაღაც დეპრესიული მდგომარეობა აქვს, რაღაცა აწუხებს, რაღაცას ტკივა, რაღაცა ვერ არის კარგად და თქვენც ვერ ახართ კარგად და მერე რა. ეგ თქვენი პრობლემა არ არის ნამდვილად, ახლა ძალიან ცუდად გამომდის. გაყინული მდგომარეობა აქვს, იცით რა არის, საქმეშიც არ უმართლებს. მოდი ესე გეტყვი რა, არც სიყვარულში უქნია ეს ღმერთს, არც საქმეში უქნია ღმერთს და ერთადერთი ქვესკანელის მოციქულების ბრძანებლობის ქვეშ არის რა. და ხო და დარჩეს მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ღირსი არ არის ზევით ამოსვლის. სუფიქრობს იმას ადამიანი, რომ ვიღაცას დაუშაოს, მაგრამ მერე რო ხდება უკან ყველაფერი, სამყარო ისე არ სტოვებს გლოვაში. ამასაც მოუკვდა ახლობელი, ძალიან ახლო ადამიანი მოუკვდა. ბუმერანგი დაბრუნდა. მოუკვდა ვიღაცა ახლო, თუ არა და ძალიან უახლოეს მომენტში მაშინ დაეღუპება. ძალიან ცუდად გამომდის, მაგრამ თვალისაწილო. დაახლოებით ეგრე არის სიტუაცია. ამჟამად თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იმას ბუმერანგი არ ეწევა, ძალიან შემცდარ ხართ.
აქ რო გითხრათ რომ ვიღაცამ რიტუალი ჩაატარა ზოგმა შეიძლება მომენტში ჩაატარა კიდევაც, მაგრამ რიტუალის ჩატარების შემდეგაც ბრუნდება, მაგრამ ისედაც ბრუნდება. სამყარო ისე არ დაუშვებს და ისე არ გაუშვებს ამნაირ ადამიანებს. ბუმერანგი იმ გამწარებისთვის, რაც თქვენ გაჩვენათ სიმწარე, რა უბედურებაც გაჩვენათ და რა ცრემლიც გაჩვენათ და დღემდე ცრემლი ვერ მოგიშორებიათ თვალიდან ყოველ გახსენებაზე, ადამიანის გახსენებაზე. მოგდით ცრემლი და იმ სიმწარეზე, რაც გამოიერთა კიდე ფიქრობთ ორ დავში ჭკუაზეო, ზუსტად იგივე გაუთამაშდება იმას ცხოვრებაში. იგივენაირი და მივა ერთი ერთში და თან იმ დროს როცა უკვე აი მაგ ჩადენილი ცოდვისთვის საჟელს აღარელის მიუვა ტკბილად, რბილად, გემრიელად და ხურდა დაეყრება თავზე. ასე გეტყვით რა. ოჯახი ამას ვითომ ჭყალებში აქვს, მაგრამ არა აქვს. კიდევ რა მოხდება? როგორ დაუბრუნდება კიდე? ჩხუბი, აღალმაღალი. მუდმივი ქიშპობა ვიღაცეებთან, ანუ მუდმივი ჭიდილი. ეს ადამიანი არის ავადმყოფი რა დედასპიცა უკვე ეხლა ასეც უყურებ. გულის ტკივილი დაუბრუნდება ისევ. სამართალი აღდგება. ასე გეტყვით, რომ დაუბრუნდება ის, რაც თქვენთვის გამოიმეტა და დაუბრუნდება ყველაზე საყვარელ ადამიანზე. ყველაზე საყვარელ ადამიანზე დაუბრუნდება, ვისაც თვლის ყველაზე საყვარელ ადამიანად დაუბრუნდება, იმას უკვე ნიშნები არის მაგის. მაგასაც გეტყვით და იმასაც გეტყვით, რომ ადამიანები დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მინდა გითხრათ, დავამთავრე და ცოტა არ იყოს მძიმედ დავამთავრე რა, დაუბრუნდება. მაგრამ მე მადლიერი ვარ სამყაროს, იმიტომ რომ ყოველთვის აბრუნებს ბუმერანგს. და ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ამას წინათ რაღაც Facebook-ზე რაღაცას ვათვალიერებ, წამოწოლი ვიყავი, ძალიან დავიღალე და წამოვწექი და ასე მინდოდა და ვათვალიერებ და აი Facebook-ზე ანუ ამომიგდო ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი ბოროტება ჩადენილი, აი უდიდესი ბოროტება, ადამიანი ყავს მოკლული, პირდაპირ გეტყვით შავი მაგიით. და პირდაპირ გეტყვით, რომ მის უსაყვარლეს ადამიანს, ახლა ზუსტად იგივე ინფორმაცია მომივიდა და იმიტომ მოვაყოლებ ამას. მის უსაყვარლეს ადამიანს დღემდე უკეთებს რაღაცებს, დღემდე წყევლის არაფრის გამო, არაფერი დაუშავებია აბსოლუტურად. აქეთ სდებს ბრალს რაღაცებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო, რა იყო, როგორ იყო, არც ახალს ვასახელებ და არც გვარს და მიგდებს ინფორმაციას. ღმერთი მაღალია, სიკეთე დიდი არის, გააკეთე სიკეთე და წინ დაგხვდება, ესეთი ლოზუნგები, მოწოდებები და გამეცინა, იცით, დამაინტერესდა ხო ვიცი ეს ადამიანი ვინც არის და შევედი ვნახე. მერე აქვს გაზიარებული ძალიან ისეთი ღვთისმოსავი ქალის გილოცავთ ამას, გილოცავთ იმას, გილოცავთ გიორგობას, გილოცავთ ბზობას, გილოცავთ ამ ყველაფერს აბსოლუტურად, მარიამობას, ამას, იმას, ნიკოლოზობას და ასე შემდეგ. აღდგომას, შობას და ასე შემდეგ. ჩამოვყევი და ანუ ვინც სიბოროტეს გაუკეთებს ადამიანს დაიჭება სიბოროტით. და კომენტარებში უწერენ ისეთ რაღაცა, საყვარელო რა კარგი ხარ, როგორი საყვარელი ხარ. აი უბრალოდ გამახსენდა ზუსტად ეს ისტორია. ეხლა რომ დავხედე ამას, ბუმერანგი დაუბრუნდება და არასოდეს არ შეგეშინდეთ, რამდენიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყვეთ, არასოდეს არ შეგეშინდეთ. იცოდეთ, რომ თქვენ ვინც ცუდი გაგიკეთეთ, თქვენ მართალი ადამიანი ვინც ცუდისთვის გაიმეტა, ყველას მოეწევა.
ყველას მოეწევა. შეიძლება 10 წელი გავიდეს, 10 წლის მერე ზუსტად იგივენაირად ჩააგლიჯავენ გულს, როგორც ჩააგლიჯა სხვას გული. და თვალი თვალისაწილ მეთქი, იმიტომ ვთქვი და კბილი კბილისაწილ. რატო ვთქვი? აუცილებელი არ არის საყვარელი მამაკაცი ან საყვარელი ქალბატონი გამოაცალონ ხელიდან. არა, შეიძლება ძალიან მწარე, იმაზე მწარე შვილი გამოეცალოს ხელიდან. რატო არ ფიქრობენ? ყველას მოგიწოდებთ ხალხო, ღმერთო, ყველას გეხვეწებით შავ მაგიასთან შორს დადექით. ძალიან გთხოვთ, ყველაფერს აქვს თავის საზღაური. აბსოლუტურად ყველაფერს. თქვენ კაი საქციელსაც კი აქვს თავის საზღაური, ცუდ საქციელსაც აქვს თავის საზღაური, მაგრამ აი როცა შავბნელ ძალებთან გაქვს საქმე, ხო, და ქვესკნელიდან ამოსულებთან გაქვს საქმე და იმასთან ვსდებ პრაქტიკულად ხელშეკრულებას და ვიღაცას იმეტებ, აი აქ ყველაზე მეტად მოგეწევა. და ყველაზე საშინლად მოეწევა ადამიანს. და ამიტომ შეგეშინდებათ შემოკარგებო, ვინც ხართ, გონიათ რომ დაჩაგრულები, მართალი ადამიანი არასოდეს არ გაიწრება და არასოდეს არ დაიჩაგრება. ეს მინდოდა სულ მეთქვა. დიდი ბოდიშ შემდეგი ხანით დაგაყოვნეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მილაიქებთ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოიწერეთ, დიდი მადლობა კომენტარებისთვის და გააქტიურდით, ძალიან გთხოვთ, გააქტიურდით, რომ გავიქო ერთ ვარიანტად თუ სამ ვარიანტად, რომ მომენტებში ესეც გავშლი ხოლმე. წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, დიდხანს სიცოცხლეს, მიყვარხართ ყველა. დიდი სიყვარულის ღირსები ხართ. მადლიერებით მიიღეთ დიდი სიყვარული და გასაშვები ადამიანები გაუშვით და უკან ქეჩვა არ დაიწყოთ ადამიანების. გაუშვით. თავის გზაზე იაროს ყველა. არ ვიცი ახლა სხვა ქვეყნებიდან მიყურებთ, რა დროა მანდ ვერ გეტყვით, მაგრამ აქ არის გამთენია უკვე. პრაქტიკულად. ზოგს დილინებისას გისურვებთ, ზოგს კიდე გეუბნებით დილამშვიდობისა. ნახვამდის.